ეხლა ვიყოფებით შტატ მონტანაში და რამ ვიზიტა ამ შტატმა ეხლა ჩემი ყურადღება. და წარმოგიდგენთ მარჯვენა მხარეს ულამაზესი ნაცნარია, ფიჭვნარი, სულ ტყე არის ძალიან. ისეთი როგორ გუსტოვი რუსულად ქართულად როგორ თქვა, ხშირი. ძალიან ლამაზია. აქეთ კიდო მარცხენა მხარეს არის ტიტველი მთები. და რასtildeობენ ეხლა რომ ეს ტიტველი მთები გახადონ როგორც აი მარჯვენა მხარეს რო ასეთი ტყე. და recreation area, ანუ აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ რა ძნელია ნაძვის ფიჭვნარის წლები უნდა ხო 10, 15, 20, როგორც ისე 40-50-იც. მაგრამ აი მთავრობას რუნავს ასე. და თითო ნაძვს რგავენ და ასე ვთქვათ აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ. მაგარი კონტრასტია, აგერ შუაში მიდიხარ გზაში, მარჯვნივ არის უღრანი. დაბურული ფიჭვნარი და ნაძვნარის ტყე. აქეთ კიდო იამინდორის, მაგრამ ალბათ ეს 20-30 წლების შემდეგ უკვე დაბურული იქნება. ჩვენთან ვიცი მასწავლიდნენ, მაგრამ სურამში იყო ასეთი კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება მოანდომა სურამი ხო არ იყო ფიჭვნარი სურამში. არ იყო ფიჭვნარი, მაგრამ იმ კაცმა მთელი ცხოვრება მოანდომა, რომ სურამი გამხდარიყო როგორც ეხანდელი სურამი. აი იგივე ხდება აქაც. უყვართ ამერიკელებს თავის სამშობლო და ძალიან მონდომებით ცდილობენ აღადგინონ ეს ტყე და ეს სილამაზე. ალბათ ჩვენ დაგვჭირდება ამის გაკეთება, ხო? ბორჯომში 2008 წლის შემდეგ მოყოლ აიქცა ყველაფერი რუსებმა რომ დაგვიწვეს ტყე. მაგრამ გამოუვალე მდგომარეობა არ არის. გამოგვადგება ეს აუცილებლად ეს უნდა იყოს მოთხოვნა. დიქტატორი და გინდა ათი ჭამია, მაგრამ მთავრობამ ეს აუცილებლად შეასრულა. და შიშველი ვიდრებია მაგრამ აი ესე რუტინებით მთავრობა მონტარის მთავრობას ცდილობს რომ აღადგინოს ეს ტყე. ეტავი ჩვენც მასე გავაკეთოთ.